დღეიდან საჯარო სკოლებში ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. იგი 13 მარტამდე გაგრძელდება. 17 მარტიდან კი უკვე გამოცდები დაიწყება. გურჯაანის რესურს ცენტრის იურისტი განმარტავს, თუ ვის შეუძლია კლასის დაძლევა და ექსტერნის გამოცდის ჩაბარება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა როგორც ექსტერნების რეგისტრაციის, ასევე გამოცდების ჩატარების განრიგი. რეგისტრაცია დაიწყო დღეს 27 თებერვლიდან და დასრულდება 13 მარტს. გამოცდები დაიწყება 17 მარტს და დასრულდება 4 აპრილს. რეგისტრაცია შეუძლია ექსტერნად იმ მსურველ პირს, რომლის ასაკის შესაბამება ან აღემატება ექსტერნისთვის დასაძლევი ასაკობრივ ჯგუფს და ასევე მას დაძლეული აქვს წინსწრები კლასების საგანმანათლებლო პროგრამა. ექსტერნს რეგისტრაცია შეუძლია განახორციელოს იმ რესურს ცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. ამისათვის უნდა წარმოადგინოს რიგი დოკუმენტები. თუ ექსტერნის მსურველი არ არის 18 წლის, მაშინ მას სჭირდება კანონიერი წარმომადგენელი და თან უნდა იქონიოს დაბადების მოწმობა, ბავშვის თავის თვითონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე სკოლიდან გაცემული ის დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ მან წინსწრების საგანმანათლებლო პროგრამა დაძლია. ასევე სკოლის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებული იქნება რომელი კლასები და კონკრეტულად რა საგნები უნდა ჩააბაროს ექსტერნის ფორმით.